ძალიან დიდი მადლობა მიგეთ არქივისთვის. მე არ მიჩვენია თავარი მიზანი არის რომ ეს ლექცია არ იყოს რაღაცა ძალდატანებითი, მე მინდა რომ თქვენ ძალიან ბევრი სასარგებლო რაღაც წაიღოთ ამიდან, ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კარგად გაგახსენეთ. ჩვენი თავარი მიზანი ჩვენი აქ მოსვლის პირველში გეტყვით რომ წარმოვიდგინეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩვენ თესეულის ესპანებით ვქიადეთ და ჩვენი თავარი მიზანია უნივერსიტეტის გაცნობა თქვენთვის მომავალი თაობებისათვის, რათა უფრო სწორი ნაბიჯებით იაროთ წინ. პირველში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აბიტურიენტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის რა რთულია იყო აბიტურიენტი და იმის გამო რომ თქვენ ეს დრო გამონახეთ, ეს ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისაც ეს ლექცია. მე მინდა ყველას გისურვოთ რომ მოხდეთ ისეთ უნივერსიტეტებში, ისეთ ფაკულტეტებზე, რომლებიც შემდგომ უკვე თქვენ ძალიან მშვიდ, ლამაზ და წარმატებულ ცხოვრებას განაპირობებს. მე მინდა ფორმატში ეს ყველაფერი და მინდა რომ ჩვენი თავი წარმოგიდგინოთ, სანამ დავიწყებდით უკვე მთავარ თემაზე საუბარს. და გაგაცნოთ ჩვენი თავი, ესეთ ფორმატის ნაწილია ჩემ თავსაც გაგაცნოთ, მე ნათია ვარგედევანიშვილი 22 წლის სწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები. ესენი კი ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან და თავისთავად თვითონ გაგაცნობენ. მარიამ, მე ვარ მარიამ შოპიკაშვილი, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსელი, ვარ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიმართულებები არის ფსიქოლოგია და სოციალური სამუშაო. ეს მიმართულებებს და პროფესიებს შემდეგში დაძლებით აღიხსნით, ალბათ ხა ვერ მივხვდით რას ნიშნავს. მე ვარ ანგელოზი, 12 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. რაღაც ერთი წლის უნივერსიტეტში მოსწავლე ვიყავი და ძალიან გამხარდა ჩვენს სკოლაში შემოსულიყან თესეულის ესპანები და უფრო ინფორმირებული სამშობლოებია ჩვენი უნივერსიტეტში. კარგი, სანამ გადავიდეთ კიდევ უფრო ძირითად ფორმაზე ჩვენი შეხვედრის, მე მინდა თქვენთან ერთად ვისარგებლო ამ შეხვედრით და მივულოცოთ 15 წლის იუბილე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ვუსურვოთ, რომ ასეთი სწორი და ნათელი გზებით სიარული მომავალი თაობების აღსაზრდელად. ახლა კი ყველა მინდა რომ ერთად ნახოთ ჩვენი რექტორის მიმართა, რომელიც მოგმართავთ თქვენ, შემდგომში უკვე სტუდენტებს და გესაუბრებათ ჩვენს მისიას. მოусმინეთ. Adesso non serve ancora, ma lo studente filmare la scuola, quindi serve a gestire le nuove professioni. E da come volevo, deve stare in essa consigliere deve sia sapere. Quindi stiamo pensando a uscire da questa scuola università, la scuola universitativa ministeriales, თანამედროვე უსტანდარტები გასწრებს ხარჯებს სადები ახალგაზრდა დასაბუთებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამართო უმაღლესი სასწავლებელი სამეცნიერო დროების ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე ძლიერი ცენტრი საქართველოში. თესეულის კურსდამთავრებები მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრებში, აქეთ წამყვანი სპეციალისტები და უამრავ მსოფლიო თემის ექსპერიმენტს უყურებენ და მონაწილეობენ მასში. ჩვენ წელს და შაშამ 16 სამეცნიერო პროექტი ინსტიტუტში შემოგვიერთდა, რაც კიდევ უფრო გააზრდა ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი და ამისას სტუდენტებს საშუალება უკვე პირდაპირ ჩავიდნენ ძალიან ადრეულ პერიოდში მთლიანად მეცნიერების შესწავლაში და მეცნიერების ნაწილი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. შაშამ აბიტურიენტთა 60%-ზე მეტმა არჩია უნივერსიტეტის თავის პირველ არჩევანად და ჩვენ ძალიან გვიხარებთ დღესაც უნივერსიტეტი თავის ლიდერ პოზიციებს არ კარგავს. თუმცა ალბათ თქვენთვის უფრო საინტერესო იქნება მიიღოთ ინფორმაცია თვითონ სტუდენტებისგან, იმ ცხოვრებაზე, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მათგან გაიგოთ პირველ წყაროდ როგორ მიმდინარეობს აღზრდა, გართობა ან ნებისმიერ სხვა მოვლენა, რომელიც სტუდენტების თვალით შეიყოს დანახული და გამოცემული თქვენთვის. ამიტომაც ჩვენ ვიფიქრებთ და შევქმნით ესეთი სტუდენტების ჯგუფი, ჩვენი ესპანელი, რომელიც დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში კარიერა და სტუდენტ მოსწავლეებს სკოლებში და უნივერსიტეტის შესახებ. თესეულის ესპანელი დაიხმარებიან თქვენი არჩევნის ზედაპირებაში, მოგიყვებიან თუ რა შეეძლოთ ეს უნივერსიტეტს, რა შეიძლება დღეს გაკეთდეს, რა როგორ შეიძლება თქვენი მობილიტეტი ისწავლოთ უნივერსიტეტში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნებით აქტიურები, კითხვებს დავუშვათ, მიიღეთ პასუხებს და ძალიან ახლო მომავალში ყოველდღე გიხილავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბებში. გისურვებთ წარმატებას და ასევე გისურვებთ სწორი არჩევნის საგებებს. თესეულის უნივერსიტეტის რექტორი, ვინც არის ნოთ გაიცანით,
თუ ჩააბარებთ ჩვენს უნივერსიტეტში, ხშირად მოგიწევთ ესე იგი მისი ხილვა ან მისი ცნობა უნდა მოახერხოთ მომენტს და რაც როგორც მან აღნიშნა, იმედია კითხვებს დასწავთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება რაღაცა მონოლოგის სახით, იმიტომ რომ თქვენ რაც გაინტერესებთ ის უნდა გითხრათ. რაღაც კითხვებს გაგჭირდებათ, სულელური კითხვები აქ არ არსებობს, იმიტომ რომ ისევ აქ კითხოთ ვიდრე მე უნივერსიტეტში რომ მოხდეთ იქ დაიგნეთ და რამე პრობლემა შეგექმნათ მაგის გამო. მეორე კურსზე ვერიფავთ და მის ტელეფონში გავხსენებთ, რომ თელი 4 წლის განმავლობაში კი არა და რამდენი წელი არ უნდა ისწავლოთ უნივერსიტეტში, ყოველ დღეს თქვენ მხოლოდ სიახლეს შეიჯახებით და მეც არაფერს და ყოველთვის უნდა იცოდეთ და ყოველთვის უნდა იკითხოთ. ეს რა თქმა უნდა კითხვა არ ქონდეს სირცხვილი არ არის, მაგრამ მიიღოს სწორი პასუხი. ეხლა რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ თქვენთვის, აი მე მიცნობ და იცით რომ ეს სკოლა დამთავრდა და ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო მოსული ყავი და ჩემს სკოლაში ჩამიტარებინა ეს ყოფილიყავი ესპანეთის ჩემს სკოლაში. ალბათ გაინტერესებთ რა უნდა ანუკის და მარიამ საათხო საიდან მოხდა ესენი არ არიან ჩემი ინიციატივით ამ სკოლაში მოსულები, ეს სუბიექტური არ იყო და არ ჩემი არჩევანიერები ძალიან ისე ჩვენც ესე უცნაურად Facebook-ის საშუალებით გავიცადით ერთმანეთი. მარიამ შეიძლება შეგავალი კომაზე. მე თავიდან რახან რეგიონებში ტარდება დავირჩიე ეს ტერიტორია, კიდევ ორი სოფელი, ეს არის არის ცეცხლანი. მე არ ვარ მუხრანიდან წარმოშობით, არც აქ არ მისწავლია, მაგრამ შევარჩიე ეს სკოლა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ძალიში ისე თქვა სახლი. თან მოვისურვე ნაცვლად ამიტომ და გადავწყვიტე ეს კარგი მომენტად, სწორედ ამ სკოლაში ჩამოტარებინა მე სპეციალიზაცია. მეც ძალიან მიყვარს ეს სოფელი, ამოდივარ ბავშვობიდანაც, მისვერე მყავს ნასწავლები, ნაცნობი მეგობრები და ამიტომ იყო ჩემი სული და 1917 წელს ივანე ჯავახიშვილი მოსკოვიდან უკვე დაბრუნდა საქართველოში. მოგეხსენებათ, იქ უკვე რუსეთში დაიწყო რევოლუცია და რევოლუციის ხანა არ იყო სასარგებლო და არ იყო სასიამოვნო არც ერთი მეცნიერისათვის, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის. ივანე ჯავახიშვილი დაბრუნდა საქართველოში და მას ჰქონდა ერთი ძირითადი მიზანი. და მისი მიზანი იყო პირველი უნივერსიტეტის ჩამოყალიბება. მას შეიძლება ითქვას გაუმართლების გამო, რომ მისი წრე იყო სწორედ ასეთი ადამიანები დაკომპლექტებული, მის გვერდში იდგნენ პეტრე მელიქიშვილი, ცნობილი ქართველი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და ჯავახიშვილის ერთადერთი და ყველაზე ძირითადი არგუმენტი უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ უნივერსიტეტი შემდგომში უკვე შეუწყობდა საზოგადოების, ქართული საზოგადოების გონებრივ და ზნეობრივ აღზრდას. რა თქმა უნდა, 1918 წელს ამ არგუმენტის გაძლიერება, გამტკიცება ან დამტკიცება ვინმესთვის იქნებოდა ძალიან ძნელი, მაგრამ დღეს უკვე 2013 წლიდან შეიძლება 2013 წლიდან რომ გადავიხედოთ უკანასკნელში, ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტმა ეს მიზანი შეასრულა და დღემდე ასრულებს ამას და მას შეუძლია თაობების აღზრდა გონებრივად და ზნეობრივად. 1918 წელს, როგორც უკვე მოგახსენებთ, 17 წელს დაბრუნდა ჯავახიშვილი საქართველოში, პირველი საზოგადოება უნივერსიტეტის დაარსების სწორედ ამ დროს შეიქმნა, მათ ძალიან აქტიურად იმუშავა, შეიძლება ითქვას და სულ რაღაც ერთ წელიწადში 1918 წლის 26 იანვარს ახალი სტილით კი 8 თებერვალს დავით ამბაშენების ხსენების დღეს საქართველოში და კავკასიაში გახსნა პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც აკურთხა საქართველოს იმჟამინდელმა კათოლიკოს პატრიარქმა კირიონ მეორემ. ახალ შექმნილ უნივერსიტეტში მხოლოდ გადაწყდა, რომ ერთი ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო და ის იქნებოდა სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი, რომელიც თავისთავში ბუნების მეტყველებას და მათემატიკას გაერთიანებდა. ფაკულტეტს სათავეში ჩაუდგა ივანე ჯავახიშვილი, ხოლო სწორედ ჯავახიშვილის წინადადებით პროფესორთა საბჭომ აირჩია პეტრე მელიქიშვილი პირველ რექტორად უნივერსიტეტის. უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სწორედ უკვე შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და უნივერსიტეტი ძალიან სწორი გზებით მოდიოდა დღევანდელამდე. და რა ხდება დღეს? სანამ დღევანდელზე ვილაპარაკო, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გითხრათ და წელი უნივერსიტეტის ფორმაში, ეს არის 1999 წელი, როცა უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. 2005 წლიდან უნივერსიტეტში ბავშვობა დაიწყო ძალიან ძირეული რეფორმები. ამ რეფორმების შედეგად და რეორგანიზაციის შედეგად ძირითადად 6 ძირითადი ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს უკვე სთავაზობს თავის სტუდენტებს ძალიან ბევრს და კერძოდ 60-ზე მეტ საბაკალავროს, ასევეც სამაგისტროს და 50-ზე მეტ სადოქტორო პროგრამას სწავლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ჩაერთო აგრეთვე ბოლონიის პროცესში და მინდა თქვენი ყურადღება ამ პროცესზე შევაჩერო. ბოლონიის პროცესი ეს არის ევროპის პროცესი, ევროპის უნივერსიტეტების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას განათლებისათვის. უფრო კარგად და გასაგებად რომ გითხრათ, ეს ბოლონიის პროცესი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი დიპლომები იყოს საერთაშორისო. ჩვენ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვინც შემდგომ გადაწყობთ უნივერსიტეტის დასრულებას, თქვენი დიპლომით შეგიძლიათ ისარგებლოთ ევროპის ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში და დასაქმდეთ, კერძოდ 42 ქვეყანაში და დასაქმდეთ იმავე ისეთივე სიგრძელიერი ქონდეს თქვენ დიპლომს, როგორც ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში აღებულ დიპლომს. 2008 წლიდან უნივერსიტეტი მოქმედებს ახალი წესდების მიხედვით, ამ წესდების ნიუანსებზე და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე ჩვენ შეხვედრის ბოლოს
ესაუბრებით, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გაგაცნობთ ამ საიდუმლოებებს, იმიტომ რომ ეს არ შედის ჩვენ ფორმატში, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ რომ ესენიც გითხრათ. ამჟამად უნივერსიტეტში დაახლოებით 22,000-ზე მეტი სტუდენტია და უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სწავლების საფეხურებზე სთავაზობს ძალიან ბევრ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, ამაზეც მოგვიანებით ველაპარაკებთ, ახლა კი გაგაცნობთ ჩვენი სასწავლო კორპუსებს, სულ ძირითადად შემადგენლობაში 11 კორპუსი აქვს უნივერსიტეტი, თქვენთან არის წარმოდგენილი ახლა ის ძირითადი კორპუსები, რომელიც არის პირველი კორპუსი, მეორე კორპუსი, მაღლივი და ზუსტად საუნივერსიტეტო მესამე კორპუსი, ასევე ჩვენ უნივერსიტეტის შემადგენლობაშია ბიბლიოთეკა, 4 რესურს ცენტრი, რომელიც არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და კერძოდ კომპიუტერებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტებს ემსახურებიან, ასევე ჩვენს შემადგენლობაშია სპორტისა და კულტურის ცენტრი და გამომცემლობა, რომლის ფარგლებში იბეჭდება გაზეთი თბილისის უნივერსიტეტი და რომლის დაბეჭდაშიც გამოცემაშიც სტუდენტები ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამის შემდეგ ჩვენ მე მინდა უკვე გაჩვენოთ ის პატარა გადახვევა გავაკეთოთ და ის მნიშვნელოვანი ადამიანები, ეს სუბიექტურობაში არ ჩაგვიშალოთ, ეს არ არის ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩეული ადამიანები არ არიან დღეს აქ წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ესენი არიან ჩვენი თავისათვის მნიშვნელოვანი ადამიანები და ჩვენ გვინდა გავიცოთ ისინი, რომლებმაც დაამთავრეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჭაბო ამირეჯიბი ყველა კარგად იცით ალბათ. ჭაბო ამირეჯიბი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ჩვენი უნივერსიტეტის. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაამთავრა ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, დღეს არის იგი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბატონი გიაგალი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მან ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ცნობილი ფიზიკოსი და ყველაზე ცნობილი ნაშრომი მას შავ-ხვრელებთან დაკავშირებით ეკუთვნის, რომლის გამო სულ ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტისგან ჯილდოც მიიღო. ბატონი მარიამ ლოთიფანიძე, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, მეცნიერი და ისტორიკოსი, უნივერსიტეტის სახე შეიძლება ითქვას, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი. ბატონი დავით უსოფაშვილი, რომელმაც ასევე იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა ჩვენი უნივერსიტეტის, დღეს არის იგი საჯარო პოლიტიკის მაგისტრი და მსოფლიოს იურისტთა ასოციაციის წევრი და საქართველოზე ჩვენს ყველაზე უფრო ცნობილი ალბათ არის ის, რომ ის არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამის შემდეგ მე მინდა გესაუბროთ თქვენ საგარეო ურთიერთობებზე ჩვენი უნივერსიტეტის, კი ყოველთვის ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მივა უნივერსიტეტში 4 წელი ისწავლის და დაამთავრებს ქართულ უნივერსიტეტს, მაგრამ ყოველთვის რატომაც პრესტიჟულია და უფრო მისაბაძია ის თუ რა ხდება სხვა უნივერსიტეტში, რა ხდება ქვეყნის გარეთ. უნივერსიტეტი საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ პროგრამას თავაზობს თავის კურსდამთავრებულებს, ან უბრალოდ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების სახით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლიდან არის ჩართული ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში, მისი წევრია. 200-მდე უნივერსიტეტთან გვაქვს დაახლოებით ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დღეს უკვე 18 უნივერსიტეტთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები და მობილობა სტუდენტებისათვის და ჩვენს უნივერსიტეტში სხვა ქვეყნის 200-მდე სტუდენტი სწავლობს. ძალიან ბევრი პროგრამაა, აქ თქვენს კარგად ხედავთ, ძალიან ბევრი საკმაოდ ბევრი პროგრამა, უცხოენოვანი პროგრამები, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას მოვიცავთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაზე მინდა ახლა გელაპარაკოთ, ეს არის Erasmus Mundus-ის პროგრამის სახელით ცნობილი, რომელიც არის ევროკავშირის პროგრამა, მხოლოდ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული და სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოებისა და უნივერსიტეტების დაახლოებას სტუდენტთა გაცვლითი და მობილობის პროგრამების საშუალებით. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე საქართველოში აგრეთვე საელჩოების სტიპენდიები ჩვენი სტუდენტებისათვის და შემდგომი სახელმწიფოს საელჩოები გასცემენ ამ სტიპენდიას, ეს არის ჩეხეთის, ეგვიპტის, ჩინეთისა და თურქეთის საელჩო. მისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი მომავალ ბიოლოგებს, გეოგრაფებს, გეოლოგებს, ეკოლოგებს, ელექტრო და ელექტრონულ ინჟინრებს, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის და ქიმიის ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორებს აყალიბებს. ფაკულტეტის თითოეული დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განვითარების გეგმით, გამოყენებით მხარეზე ორიენტირებული კვლევა-ძიების წარმოებით და სტუდენტებისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა. ანუ ფაკულტეტის მიზანია, რომ სწავლების და მეცნიერების ერთიანობის პრინციპი დაიცვას. ფაკულტეტის აგრეთვე რა თქმა უნდა სტუდენტის სწავლის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და მისი სპეციალისტად ჩამოყალიბება თავის საქმიანობაში. ფაკულტეტის მრავალი დამთავრებული ქვეყნის მართვისა და განვითარების მნიშვნელოვან პროცესში იღებს მონაწილეობას. მრავალი მათგანი აგრეთვე თავის პროფესიულ კარიერას აგრძელებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და კვლევითი ცენტრებში, მაგალითად
CN-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სულ ლაბორატორიაში ქართველ ფიზიკოსთან მთელი ჯგუფი მუშაობს. ახლა ჩამოგიტყვით იმ საგნებს, რომელთაც მოგიწევთ შეხება თუ ჩააბარეთ ამ ფაკულტეტზე. ეს არის მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, გეოგრაფია, ეკოლოგია, გეოლოგია, ელექტრონიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. და ბოლოს გეტყვით იმ სფეროებს, სადაც შეგიძლიათ დასაქმეთ, თუ კი როდესაც ამ ფაკულტეტს დაამთავრებთ. ესენია მართვის სახელმწიფო ორგანოები, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის სფერო, შესაბამისი პროფილის სასწავლო კვლევითი დაწესებულებები. შემდეგი ფაკულტეტი ეს არის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი. ეს შეიძლება ჩაითვალოს სწორედ იმ პირველი ფაკულტეტის, რომელიც შედგა სიბრძნის მეტყველება, ალბათ გახსოვთ, იყო ერთი. სწორედ მის მემკვიდრედ შეიძლება ჩავთვალოთ ეს ფაკულტეტი. გამაგებული იყო, აქ არის ყველა მოცემული, მაგრამ ჯერ მეხუთე კორპუსში და შემდეგ პირველ კორპუსში, ანუ უნივერსიტეტის ძირითად კორპუსში გადავიდნენ, ესე ვთქვათ, ჰუმანიტარები. ისწავლება ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კავკასიოლოგია, ძალიან ბევრი საგანს მოიცავს, ანუ ჰუმანიტარული მეცნიერებები ძირითადად. ფილოლოგია არის ძალიან ბევრი, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, სკანდინავისტიკის ცენტრი, რომელიც ამას ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები არის ეს, რადგან სწორედ გერმანულ ფილოლოგიას თუ გაივლით, მაგალითად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, მასთან ძალიან ბევრი საინტერესო საგანი და ასევე ძალიან სერიოზული კავშირები უკვე გერმანიის უნივერსიტეტთან, რომელიც ჭიდრო კავშირებია შეგვიძლია გააგრძელოს სწავლა იქ. ანუ ამ უცხოენოვან მიმართულებებს ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. ასევე ძალიან სერიოზული არის სკანდინავისტიკის ცენტრი, რომელსაც მაგალითად მე ნორვეგიულს გავდიოდი. არ არის ჩემი ფაკულტეტი, მაგრამ მეორად საგნად შეგიძლია სხვა ფაკულტეტის აირჩიო საგანი და სწორედ გავდიოდი ნორვეგიულს. მათთან გვაქვს, ისე ვთქვათ, საზაფხულო სკოლები და ზაფხულობით რაღაც წარმატებული სტუდენტები, ვინც ყველაზე კარგი თუ არ ჩააგდე ეს კურსი, ამით გაიარეთ. შემდეგ საზაფხულში ან სხვა პერიოდში ხდება გასული პროგრამები, ასე რომ ნორვეგიაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სადაც გადიხარ, ანუ შენ საკეთე პრეზენტაცია შენს ქვეყანაზე, იქ გადიხარ იგივე ენის გაძლიერებულ კურსს და ასევე სხვა საგნებსაც ფილოლოგიის მაგალითად დასწავლია. მე საკრეტოში კი. ასევე მნიშვნელოვანი არის ებრაისტიკა, არამეისტიკა და რაღაც არმენოლოგია, სხვა ბევრი ენებია. ასევე არის ხო, არაბისტიკა, მოკლედ სწავლა, ხო, ხდება არაბული ენის შესწავლა. ძალიან საქართველოში ძალიან ცოტა უნივერსიტეტში ხდება ეს. ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტები ასევე ხდება გასული პროგრამები. ჩემი მეგობარი სწორედ ახლა იმყოფება ირანში არის წასული 1 წლით, რომელიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილიალი, სადაც გადის ამ წელს. და მოკლედ ძალიან წარმატებული სტუდენტებისთვის ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს ჰუმანიტარულ ფაკულტეტს. შემდეგი არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ეს უკვე არის ჩვენი ნადიასთან ერთად ფაკულტეტი. მოიცავს რამოდენიმე პროფესიას. პირველი არის ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკაზე როგორც არის ტელეჟურნალისტიკა, ასევე რადიო და ბეჭდური მედია. და შეგიძლიათ შეისწავლოთ. მეორე არის საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ნათია შეგძამთავრა. შეგიძლია დავთავროთ და ჩემი გამოცდილებას გეტყვით, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოში, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 1991 წლიდან იკითხება და გამოიყო და დაარსდა როგორც სპეციალობა. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდები გვხვდებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და ჩვენი ლექტორები მხოლოდ ახალგაზრდები შემოიფარგლებიან ჯერჯერობით. საერთაშორისო ურთიერთობის როგორც სპეციალობის გამოყოფა სახელმწიფო უნივერსიტეტში განაპირობა იმას, რომ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, როცა უნივერსიტეტი იქნებოდა, მაშინაც ახალგაზრდა და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვიყავით და როცა საერთაშორისო ურთიერთობები ჩამოყავდა, მაშინაც 1991 წელს კიდე ახალგაზრდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყავით საქართველოს და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ყოლოდა ჩვენთან უკვე აღიზარდა ისეთი სათავეები, რომლებიც ქართულ სახელს და საქართველოს სახელს გაიყარნენ ძალიან წარმატებით საერთაშორისო არენაზე, აღიზარდა კარგი დიპლომატები და საჯარო მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს პრესტიჟს და საქართველოს სიტყვას იყვნენ ესწრებოდა. საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ჩემი გამოცდილებიდან რომ გითხრათ, მაშინ როცა მე ვაბარებდი ამ ფაკულტეტზე 2009 წელს,
მე მგონი დაგვიქცასი კაცი მოხდა სოციალურ და პოლიტიკურზე და ყველას თავიდან შეხვედრა ჰქონდა 400 კაცი მგონი საერთაშორისო ურთიერთობები უნდა და ეხლა ალბათ თქვენით არ ვიცი მე არ ჩამიხალოთ ეს სუბიექტურობაში მაგრამ მე როცა ვაბარებდი ამ ფაკულტეტზე ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ვაბარებდი დიპლომატიურზე და მე უნდა გამოსულიყავი დიპლომატი მაგრამ გულწრფელად გეტყვით რომ საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე წელი იყო და ვამთავრებ წელს მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დიპლომატია შენ არ შეიძლება მარტო გამოხდე აქ და დიპლომატიას კიდევ უფრო ბევრი რაღაც ჭირდება რომ საერთაშორისო ურთიერთობები აგრეთვე ძალიან ბევრი რაღაცას გადავთ თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ გახდეთ მეცნიერები თქვენ დაღში თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ კარგად წარადგინოთ თქვენი ქვეყანა ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში ნებისმიერ მოხსენებაზე ევროპარლამენტში ევროკავშირში და თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ კარგი წარმომადგენლები იყოთ თქვენი ქვეყნის საზოგადოებაში და არ გქონდეთ დიპლომატის სტატუსი ეს არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი ამ ყოველფრისგან მაგრამ დიპლომატებს არ აქვს ესეთი მოთხოვნა, საერთაშორისო ურთიერთობები ქონდეს დამთავრებული. შემდეგი მიმართულება აქვს საზოგადოებრივი გეოგრაფია, საიდანაც ზუსტად უმეტესობა ჩვენ დიპლომატებს რატომღაც ეს ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ანუ დამთავრება უფრო არის ვიდრე ეს გეოგრაფიის კათედრა, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დაარსდა 1923 წელს გიორგი გერტმანი იყო მის ფუძემდებელი და რაღაცა ძალიან ინოვაციური ფაკულტეტი იყო თავიდანვე და დაარსდა გამოირჩეოდა ძალიან თავს ჯავახიშვილში. შემდეგი არის სოციალური მუშაობა. სოციალური მუშაობა მსმენიათ ფილმს და არის ვიცით ვინმე მაგრამ სოციალური მუშაკები, იმიტომ რომ ბოლო წლების მანძილზე ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ტელევიზიაში ძალიან ბევრ პროექტებში და რაღაც განსაკუთრებით აღწევება ეხლა მაგრივე ამნისტიასთან დაკავშირებით ჩართულებიანი სოციალური მუშაკები. ეს პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი. 2005 წელს დაიწყო ჯავახიშვილმა ამ სფეროში გამოშვება სტუდენტების. ამის გამოც ლექტორების უმეტესობა არიან ძალიან ახალგაზრდა ლექტორები. გავლილი აქვს მაგისტრატურაში საზღვარგარეთ და მოკლედ ამ მხრივ ძალიან ისეთი არის. არგი სასიამოვნო მოსაზრენი არის. სოციალური მუშაობა. საქართველოში არსებობს სოციალური მუშაკთა ასოციაცია, რომელიც ჯავახიშვილის ძირითადად ასოციაციის წევრების ყველა არის ჯავახიშვილის ლექტორი. არის გაეროს ბავშვთა ფონდი, ანუ UNICEF-თან ერთად თანამშრომლობა და სოციალური მომსახურების სააგენტო. დასაქმების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულად ითვლება სოციალური საინჟინრო კლუბის, რომ გაზარდონ აქტივიზმის სტუდენტებში, უფრო მეტად ჩართულების სტუდენტურ ცხოვრებაში, უნივერსიტეტის საქმიანობაში, იმაში თუ მაგალითად გაკონტროლოს რაში იხარჯება თანხები, რუსად ასე თქვა აღმოფრენა კორუფცია, მსგავსი რაღაცები. მაგალითად აი ამ გაზეთში ფოტო არ აღმოვაჩინე ზუსტად არ ვიცოდი, ეს არის ჩემი კურსელი ოთარ კობახიძე, რომელიც არის ნაინჯისფერი კლუბის წევრი და ეს ნაინჯისფერი კლუბი სწორედ ჩემი კურსელებად ჩამოაყალიბდა და ვიცნობ ყველას და ამას თქვენ შეძლებთ რომ ჩააბარებთ. ეს აქ უნივერსიტეტი ძალიან კარგი რომ ისე აკეთებს შეინტერესებულობის რეალიზაციას, რომ ძალიან ბევრ საშუალებას გაძლევს, შეიძლება საერთოდ არ გეფიქრა მსგავს რაღაცაზე, მაგრამ აღმოჩნდები შენთვის ძალიან საინტერესო სფეროში. და მაგრამ გოლიში ძალიან პოპულარულია ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს თითქოს დღეს სკოლიდან და მე თქვენთან ერთად არ თქვენ ხელა როცა ვიყავი, მაშინ ძალიან შორს მეგონებოდა შორი პერსპექტივა იყო, თუმცა დამეწყვეტ ძალიან ბევრ თქვენგან შეუძლია უბრალოდ წავიდე და თავის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს, ეს არავითარ სირთულებთან არ არის დაკავშირებული, თუ შენ გაქვს მიზანი და ეს მიზანი არის სწორედ აიმსახურება რა თქმა უნდა სარგებლობს მხოლოდ საზოგადოებისათვის. ამისთვის უნივერსიტეტი ყველანაირ შანსს გაძლევს, რომ და მსგავსი ჯგუფების წევრები ყოველთვის უფრო პრესტიჟული არის და რაღაც საამაყოც. მაგალითად ნოემბრის ბოლოს აქ სტატია შეიწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისია შეიქმნა. რომელშიც ნაინჯისფერ კლუბს წარმოადგენდა ეს. ისინი წასული იყვნენ გერმანიაში, რათა იქაური თვითმმართველობის გამოცდილება გაეზიარებინათ. ეს მე ვიცი, ანუ სხვა ვინმე წყაროებიდან, სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები პრეზიდენტად ვისმის არის ჩემი მეგობრები და იქიდან ვიცოდი. ეხლა მაგრამ აღმოაჩენო აქ სტატია დაიბეჭდა და ანუ როცა ხარ ამის წევრი, აქ ძალიან ბევრი საშუალება. იყვნენ გერმანიაში, ხო ახლა იგეგმება წასვლა ესტონეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ახერხა ერთგულიანი წასვლები. დამეწყვეტა რომ ძალიან კარგია, თორსა რაღაცა ჯგუფის წევრი ხარ, რაღაცა ცოდნა რაღაც ჩაგაქვს, შენ ძალიან გეუბნებიან და მასწავლებლობა სულიად დაფინანსებული არის. რა ვიცი, მე მაგალითად მინდა რომ წავიდე ასე და მინდა ვთქვა აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელიც შესაძლოა ძალიან ბევრი სტუდენტისთვის და ჩემი მეგობრისთვის ეს არის რაღაცა მეორე სახე
ახლად უყურო რომ რაღაც დასრულებამდე ლექციაზე მithom მიდიან სომხეთში და აზერბაიჯანში იმიტომ რომ მათ იქ თავის ორგანიზაციაზე რაღაცა მოხსენება უნდა გააკეთონ რაღაც საჯარო ლექცია და აი სამის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ თქვენთანაც ეს არ გეგონოთ ჩვეულებრივი პერსპექტივა იმიტომ რომ თავარია ამისთვის მონდომება და უნივერსიტეტი თავაზობს ამისთვის ყველაფერს. ლორენა. მეორე ჯგუფი აქ რომელიც არის ჯისა, ანუ ახალგაზრდა სოციოლოგთა ჯგუფი აღნიშნა უკვე რომ ჩვენს ფაკულტეტზე არის სოციოლოგიის მიმართულება, თორე სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ჩამოაყალიბოს ეს ჯგუფი. მათაც ვიცნობ, ზუსტად შარიდან მოვიდა ამ წელს. როცა არის ზუსტად ამ სოციოლოგიის კურსის სტუდენტები არიან ჩართულები და ხდება ანუ მიზნები არის ჩამოწერილი მაგალითად, ეს არის უფრო ოფიციალური სახით, ხდება პროფესიის განვითარებისთვის. თავი ანუ სოციოლოგიისთვის და ერთმანეთთან სოციოლოგებისთვის და რაღაცა ახალი პროექტებთან შექმნა რაღაც მიიღო რაღაც თორემ ასე შემდეგ ძალიან საინტერესოა ძალიან ბევრს გადავს ასეთი რაღაცები იქ ხდება დისკუსიები მოწვევა ლექტორების მაგალითად ვინც ამ სფეროში კითხულობს ანუ მუშაობს იმ ადამიანთა მოწვევა მათი რჩევები რეკომენდაციები და ასე შემდეგ შემდეგი ჯგუფი რა საკუთარ ჯეოქრატიული კომისიური ამბავ, მაგრამ რესერვისზე ვესწრები კომისია. ხა მოკლედ განვიმარტოთ არის ხა ეს ეკოლოგიური ფაქტორიც და ეს ანუ ევროპის სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი აპოლიტიკური და არასამოწარმეო სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია ევროპის 50 და აერთიანებს 38,000 წელს სელის მასში. ანუ თავი არის ელსას წარდგენის დროს ის რომ ეს არ არის თბილისის სამთავროების ჩამოყალიბებული ორგანიზაცია როგორც თქვა ნარიჯის სერფერი კლუბია ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია რომელსაც ფილიალი ჩვენს უნივერსიტეტში აქვს და რომელიც ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი თქვენს ეკრანზე არის საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი მიიღო 2008 წელს მის 54-ეს ხდომაზე და ძალიან მომღერალ ვადაში კონკრეტულად 2009 წლის ოქტომბერში იგი გახდა ელსას სრულუფლებიანი წევრი. ხო ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის მან მოიპოვა უფლება რომ პრეზიდენტების შეხვედრა ჩატარებულიყო თბილისში და შარშან ოქტომბერში ბათუმში ჩატარდა ეს შეხვედრა. რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრესისთვის. ხო, მაგ ჩამოსვლილია ამ კლუბში გაერთიანებისას რა შეგვიძლია გზავნებოთ, ანუ აქ არის იმიტირებული პროცესები, დებატები, ეს არის შემდგომი და შეხედოთ ყველაფერს. და ბოლოს ეს არის ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, რომელიც ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ არის შექმნილი. ის ვინც გადაწყვიტავს რომ გახდეს იურისტი, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარეს, დამერწმუნეთ ჩვენზე კარგად. შემდგომ უკვე თვითონ ნახავს, რამდენი ორგანიზაცია აქვს, ხა აქ უბრალოდ არ იქნებოდა საშუალება ყოველს წარმოადგენის, რამდენი ორგანიზაცია აქვს, რამდენი აქტივობა აქვს და თქვენ არასოდეს არ იქნებით მოწყვეტილი სასწავლო პროცესი დამიჯერეთ და მხოლოდ ლექციები, მხოლოდ სემინარები და წერებით არ შემოიფარგლება თქვენი სტუდენტური ცხოვრება, თქვენი სტუდენტური ცხოვრება იქნება ძალიან საინტერესო, სწორედ იმ დებატებით, სადისკუსიო შეხვედრებით, საჯარო გამოსვლებით, რომელსაც თავაზობენ ჩვენი ორგანიზაციები. არსებობს ასევე სტუდენტური პარლამენტი, ახალგაზრდა სტუდენტური პარლამენტი, თუ გაგიგიათ ამის შესახებ, რომელიც ძალიან აქტიურია მინდა გითხრათ და ყოველდღე ხდება იმ პარლამენტში აქტივობა, თითქმის გაუტოლდა ჩვენ საქართველოს პარლამენტს და თეონა ლავრელაშვილი ამ პარლამენტის ხელმძღვანელი, თეონა საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული და ამ პარლამენტში მოხვედრა არის საკმაოდ ადვილი ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს უბრალოდ мотиваცია და რომელიც არის კარგი სტუდენტი და იქ ყველა კარგია დამჯერად, შეუძლია გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და მიიღოს მის ნებისმიერ და ძალიან წარმატებულ აქტივობებში მონაწილეობა. არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ პარლამენტის ფარგლებში არსებულ სხვა ფილიალებში. და რასადროდის აქ ვიწერია რომ მხოლოდ იურიდიულ თემატიკაზე შეგვიძლია გავხდეთ თქვენ რასადროდის თამაშის წევრები, თუმცა ეს ასე არ არის, რასადროდის ტარდება ნებისმიერ თემატიკაზე, თქვენ შეგიძლიათ ადგედა დღეს ჩვენ ყველანი კარგად ხედავთ, ყველა კარგად უყურებთ ხოლმე რასადროდის და ვიცით ის ადამიანები და დამერწმუნეთ ყველანი მოდიან უნივერსიტეტიდან, ყველანი მოდიან იქიდან, საიდანაც თქვენ დაიწყებთ თუ გინდათ რომ გავხდეთ რასადროდის წევრები და შემდგომ უკვე ესე კარგად იასპარეზოთ საქართველოს და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ეს ბავშვები რომლებიც დღეს რასადროდისში არიან გაწევრიანებული და მე მგონი ახალგაზრდა თაობამ უკვე დაიწყო სატელევიზიო რასადროდისში თამაში, დამერწმუნეთ რომ სულ რამდენიმე წელში შემდგომ უკვე ესენი ჩაანაცვლებენ და თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი 6 კაციანი კარგი ჯგუფი, რა თქმა უნდა, ის თქვენი ფელისების წევრები უნდა იყვნენ და რეგისტრირდები ძალიან მარტივად, ნუ აგზავნის განაცხადს იქ არის და უნდა გასახელი გვარი.
ანუ მსგავს ხო იყო, მაგრამ ახლა თემას გააჩნია ალბათ ჯგუფს უნდა დაარქვა სახელი, რასაც როდესაც მითამაშია, რომელიც სტარტდება სამწუხარო მაღლივში. ეს არის ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც იმართება ხოლმე თამაშები, საკმაოდ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. შეიძლება სრულად არ ელოდ ისეთი ადამიანი აღმოაჩინო იქ და გაგიკვირდეს რომ თურმე ეს არის თამაშობს. ძალიან აზარტული არის. რო ერთხელ ვიწყო მე როგორ ვეღარიშვებიან ხოლმე ამ თამაშებს, იმართება ჩემპიონატები ჩვეულებრივად რაღაცა პერიოდების ან დროების მიხედვით. ხო, როგორც არის ხოლმე საზაფხულო ეტაპი, დასადროდის საშემოდგომო და ასია უნივერსიტეტში ყველაფერი დამეწმეთ ამ დასადროდის თამაშის დროს. ხო, ნახევარფინალში ყველაფერი. და არა მხოლოდ დასადროდის, ძალიან ბევრი თამაშია ხოლმე და ეხლა ყველა სახელების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ერთადერთი შევაჩერებ კიდე თქვენს პროდუქტს, ევროკავშირის კონკურსი, სადაც ევროკავშირზე უნდა ვცოდნოთ ყველაფერი მის სახელმწიფოებზე, ამ სახელმწიფოს დედაქალაქებზე და იმ მასშტაბებზე.